მოგესალმებით მეგობრებო. გილოცავთ ფერიცვალობას. სიკეთისკენ და კარგისკენ გეცვალოთ ფერი. მეც ჩემ თავს ვუსურვებ და ჩემ შვილებს, ჩემ ოჯახის წევრებს, ჩემ მეგობრებს, თბილ ადამიანებს. მოკლედ რა არის იცით რაც დრო გადის ახლა ჩემი 51 წლის ასაკში რამაც შეიძლება გამაოცოს რასაც ვუკვირდები ეს არის ის რომ დავინახო ადამიანური მხარეები და ადამიანური სიკეთე ის რომ ადამიანების უმრავლესობა არის ბოღმა, ბოროტი, შურიანი სხვის ცხოვრებაზე მოკილიკე, თუ როგორ იყვიან, მოკლედ აი თავისი კომპლექსების ასე ვთქვათ ის რომ დატოვო სხვაგან ყალი აი ამ დაგვარი მოკლედ გადმოვბარგდი აქეთ სამზარეულოში აქაც ისმის ხმა მაგრამ უფრო ისე არა როგორც ფანჯერასთან ყავდით დაყენებული და იქ უფრო ისმოდა ასფალტს აკეთებენ ამ ეზოში ანუ საიდან ჩემი ფანჯრები გადის მოკლედ რისი თქმა მინდა ის რომ სხვის საქმეში ყველა ბრძენია ყველა ცდილობს შენ გაჭირვებაზე შენ რაღაცაზე ხელი მოითბოს მე არ ვსაუბრობ ახლა თავზე ხელაღებულ ადამიანებზე რომლებმაც სამწუხაროდ სახელი გაუტეხა ძალიან ბევრ ასე თუ ისე ნორმალურ ხალხს და კიდევ ესეთი ის არის არ მინდა ამ თემაზე ძალიან დიდი ხანია ლაპარაკი მაგრამ ახლა მინდა არ მინდა რაღაცა ვიდეოები რომ ხდება ხო მე გაოცებული ვრჩები რასაც ვქեմ ახლა პირგაღებული რომ როგორ შეიძლება ქალს ხალი ძულდეს როგორ შეიძლება ქალს მარტოხელა დედა ძულდეს იმის გამო რომ არ არის კარგად ზოგს ახლა ლამაზი სურათი ანუ როცა ლამაზი სურათს ხედავს ფიქრობს რომ ყველაფერი რიგზე აქვს ანუ თვითონ მიაშენე ხა მე მინახია მაგალითად ვიდეოებიც იყო ტელევიზიითაც იყო რომ ხალხს რასაც ქვია წყალი ჩამოსდიოდა სახლში და კედლები ენგრეოდა მაგრამ საკვები მაინც ქონდა და რაღაცა ანუ ელემენტარული მაინც ქონდა და რა აზრი აქვს ესეთ იმას დეკორაციას თუ შენ მათშიერი გეყოლება შვილი და ნუ აი ესეთი მსგავსი პრობლემები ხო მე აღარ ვსაუბრობ იმაზე რომ ჩემი შვილს აქვს სურვილი რაღაცა წრეზე შეავლოს და ვერ დამყავს იმიტომ რომ არ არის ამის საშუალება ნუ კარგი დავანებოთ ამას თავი ყველას თავისი გაჭირვება აქვს როგორც ჩანს ასე ვთქვათ სხვაც მე ვფიქრობ უფრო ისეთი ხალხი საუბრობს ამაზე ვისაც ასე ვთქვათ თვითონ აქვს პრობლემები და თვითონ ვერ ბედავს ამაზე საუბარს რაღაცა სტერეოტიპების გამო და ჩარჩოებში ჩასმულობის გამო ასეთი ფორმით ცდილობს რომ მიაწოდოს ალბათ ადამიანებს ეს არ ვიცი ანუ არ ვიცი აი რა შეიძლება ალაპარაკებდეს ადამიანს ესეთ საკითხებზე უარყოფით კონტექსტში რა თქმა უნდა მე მაგალითად როდის მიგინახიათ რომ ჩამიწერია ვიდეო თავიდან დაწყებული მოყოლებული რომ აი ვთქვათ აი იმან ეს ექნა ამან ეს ექნა აი ის უხუხუ ესა და უხესო ხერი და ესა ვიღაცა თავის თავზე თუ რაღაცა მსგავსი სიტუაციიდან გამომდინარე მიიღო და რაღაცა მოეჩვენა და რაღაცა ესა შეიძლება ეს მისი პრობლემაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე თუ რამე საქმელი მაქვს, ხო, ჩემმა ნამდვილმა მაყურებელმა იცის, რომ არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი. ხო, ძალიან მინდა ლაივის ჩართვა, იმიტომ რომ ლაივში უფრო როგორ ვთქვათ, უფრო ნატურალური ვიქნები, იმიტომ რომ ეხლა ვიდეოს რო იწერ, რაღაცნაირად სხვანაირი ხარ. მე ესე მიმაჩნია, რა ვიცი, სხვანაირი. ხო, ნუ ახლა ვის როგორ ესმის ცხოვრება, ყველას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, საზომი. თვითონ როგორი ცხოვრებაც გამოიარა, როგორი შეგნებაც აქვს, როგორი წარმოსახვაც აქვს, იმის მიხედვით მსჯელობს სხვაზე. და ხშირ შემთხვევაში ადამიანები
პროექტირებას ახდენენ საკუთარი ნაკლოვანების ასეთი ფორმით, ესეც არის. ანუ ფსიქოლოგიაში ეს ცნობილი ფაქტია, მე არ ჩაურმავდები და დიდათ არ იმას, მაგრამ გამგები გაიგებს, განათლებული და ნაკითხი ადამიანი ყველაფერს მიხვდება. საერთოდ ადამიანი რაზეც საუბრობს, ხო, ძირითადად ანუ ახმოვანებს ხოლმე თავის შინაგან ხმას, ქვეცნობიერში დამალულს რა, ზოგადად ესეა. როცა ვერ ბედავს პირდაპირ თქმას რაღაცის რა. არ მინდა ახლა არავის განკითხვა, სხვათა შორის თუ განიკითხავ არ განიკითხებიო, ნუ დასცინი სხვასაო გადაგხდება თავსაო. მოკლედ ხალხმა ზოგმა ვერ ტყობა ვერ შეიგნო ის რომ სხვისი განკითხვით, სხვისი ასე ვთქვათ და ესე ვითომ თავის შუაში ლაფში ამოსვრით კარგს ვერაფერს ვერ დაიჭერენ ცხოვრებაში, საკუთარ სამარეს თვითონ ითხრიან ასეთი საქციელით. ანუ ადამიანი როგორც ასე ვთქვათ განიკითხავ და სხვა ადამიანზე არ აქვს მნიშვნელობა. არის ცუდი ადამიანი, არის კარგი. არის თავისთვის იყოს ის კარგიც ის ცუდიც. კაცო, ნუ შეეხები. რატო ეხები? ესე იგი რაღაცა გაწუხებს, რაღაცა ჭია არ გასვენებს იქ გულის იმაში, რომ რაღაცას გიღრნის, ხო? რატო გიღრნის? ანუ შეკითხვა ისმევა ლოგიკური, ხო? აი რა მიზეზია ამ ჭიის, ასე ვთქვათ, ხო? ამ გულში რომ უღრნის რაღაცას. ესე იგი რაღაცა პრობლემაა, ხო? ეს საერთოდ საწყისი ყოველთვის რაღაცა არის. ეს ხა პრიხს შეიძლება გონია რომ ხა მე ჭკვიანი ვარ და იმას არ ესმისო და ვერ გებულობსო, მაგრამ ვინც ჩახედულია ფსიქოლოგიაში ასე თუ ისე ყველაფერი ესმის, ძალიან კარგად მიხვდება საიდან უბერავს როგორც ყოველთვის ნიავი. ხო და ეხლა ვიღაცას თუ არ მოეწონა ჩემი ვიდეოები, გინდა ადრე ვთქვათ იყო ესეთი ღმერთმა რაც შეიძლება ნაკლებ ცხოვრებაში აი ხო ღმერთს რომ ესეთი მსგავსი ვიდეო არ დამედოს რომ რაღაცა ვთქვათ ხარში დადგომა ვითხოვ ღმერთმა ნუქნას და თქვენც ნუ დაგაჭიროთ ღმერთმა აი ღმერთმა გაშოროთ ნებისმიერს არა მნიშვნელობა კარგი ცუდი ყველას გაშოროთ ესეთი ფორმა რა მნიშვნელობა ვიდეოთი იქნება თუ მეზობელს ხო ან ნათესავს ხო არ გქონოდეთ, ანუ იმდენი გქონოდეთ ცხოვრებაში, რომ აქეთ საჩუქრებს აკეთებდეთ, ხო? მაგრამ მე იმის თქმა მინდა რომ ეს ეხლა კომენტარები იყო, ერთი-ორი კომენტარი, რომელიც წავშალე, იმიტომ რომ ძალიან ისეთი იყო, აი როგორ ვთქვათ, საკუთარ თავს რო პატივს არცევს ადამიანი, თორემ მე მაგეთი ვერაფერს ვერ დამაკლებს. ვერ დამაკლებს იმ გაგებით, რომ აი რა ადამიანს არ გინდა დახმარება, დაუშვოთ, ხო? გაიარე. არავინ არ გაძალებს და არავინ არ გეუბნება, რომ გინდა თუ არა და რაღაცა, ხო? ახლა დაეხმარე, ღმერთმა ხელი მოგიმართოს 100 მაგად და 1000 მაგად, მაგრამ ნუ დაეხმარები, ნუც მაშინ ახლა მეც ყოფილა იგივე სიტუაციაში, ახლა შეიძლება ვინმე მიფიქრა, რომ აი რატო შენ არ ეხმარები? ახლა როცა არ მაქვს როგორ დავეხმარო, ახლა მოეწერა იყო რაღაცაზე სოსო მითხრა. ვიღაცაზე მიდიოდე და ესა ჩაურიცხეო. ხო და ახლა სოსოს აღარ ვუთხარი. მაგრამ ანგარიშზე მქონდა 66 თეთრი. 66 თეთრი. არ ვიცი, როგორ უნდა ჩამერიცხა. ნუ ხო ხვდებით რა, ანუ არის მომენტები, როცა არ გაქვს, არის მომენტები, როცა გაქვს. არის მომენტები, როცა გაქვს, მაგრამ იმ მომენტში თქვათ არ გამოჩნდა ისეთი სიტუაცია, რომ სიტყვაზე ვიღაცას აი სხვათა შორის მე გაბონილი მაქვს შემოსავლის მომენტად რომ არის შემოსავლის, ანუ რასაც გამოიმუშავე, იმისი მგონი 20%-ო უნდა გაიღო, ანუ შემოწირულობის სახითო. ხო და მე ახლა დავიარქარიშე ჩემი ანუ ხელფასი და სადღაც გამოდის თუ სწორედ დავიანგარიში ჩემი მათემატიკის გადამგირე ალბათ 150 ლარი რაღაც ესე რა და ესე იგი გამოდის რომ ეს 150 ლარი მე უნდა ყოველთვიურად ანუ ავირჩიო ადამიანები ვისაც მე ფარულად დავეხმარები არ არის აუცილებელი ვიყო რომ აი მე შენ დაგეხმარე ჩუმად ასე ვთქვათ თან ისე რომ მოკლედ აი ანგარიშიდან ანგარიშზე რომ გადარიცხავ ჩანს ხო ის სახელი და რაღაცა
ისე რომ ვერც ეს დაინახოს რა მოკლედ ესეთი ფორმით და ესეთი სახით. ხო, არ მინდა, იცით, არ მიყვარს საერთოდ ამისი აფიშირება, ვისაც უყვარს ამისი აფიშირება, მისი საქმეა კაცო, ხანდახან ალბათ ესეც არის ხოლმე საჭირო, იმიტომ რომ ზოგი მაგალითად ფიქრობს, რომ რახან არ ლაპარაკობ, ესე კი არ აკეთებ. ნუ არიან ესეთი ცოტა მეთო მაპატი, მაგრამ დაბიო ადამიანებიც, რომლებიც ნუ ესე აზროვნებენ და ესე მიაჩნიათ, იმიტომ რომ ყველა ადამიანი საკუთარი თავიდან გამომდინარე მსჯელობს ძირითადად ესეა. იმიტომ ნათქვამიც არის, ეხლა ჩემ გოგონილი არა, каждый судит по своей мере испорченности. ხო, ნუ არ მინდა და არ ვეხები არავის, ყველას თავის გზაზე გამომარჯოს. მე ძალიან ვფრთხილობ ესეთ საკითხებში. არა ერთი წელია, მე უკვე დიდი ხანია. შეიძლება ადრე არ მესმოდა, შეიძლება ახალგაზრდობის ბრალი იყო, შეიძლება იმის ბრალი იყო, რომ არ უკვირდებოდი ესეთ საკითხებს და იმიტომ რომ რასაც დათესავ მას მოიმკი. მე ხა ადრე როგორ თქვა რომ არ დამიშავები, ანუ დამიშავები რას ვიძახი, არ მithქვამს თქვა გადატრიალებული, გამოტრიალებული. მე ხო დამიხვდა წინ, ხო და რომ მივხვდი რომ თურმე ბუმერანგის პრინციპით არის ცხოვრება მოწყობილი და არ შეიძლება ადამიანზე თქვა ის, რაც კიდევ არ იცი, ბევრი რამე არ იცი. ბევრი რამე შეიძლება არ ითქვას, არ საუბრობდეს ადამიანი. არა, მნიშვნელობაში ჯანმრთელობის საკითხი იქნება თუ სხვა საკითხი იქნება, რასაც ადამიანი თვლის იმას გასმენინებს, რომ იმას გაგებინებს. ჭკვიანი ადამიანები იმასაც შიფრავენ და იქაც ხედავენ, იმისითაც ხედავენ, მაგრამ უმეტესობა ესეთია, რას ვიზამ. იმიტომ რომ ზარმაციერი ვართ ზოგადად ქართველები, ისიც კი გვეზარება, რომ გავიაზროთ რაღაცა და ძირითადად აი პრიმიტიული მითი ცხოვრობს რა ძალიან ბევრი. მაგალითად ქალების უმრავლესობას რა აინტერესებს, როგორც რასაც უყურებთ მე ცხოვრებაში, ეს არის გათხოვება, ეს არის შვილები, ეს არის ანუ სხვა მეტი ვის ვერ წარმოუდგენია. ანუ ჭამა როგორც ფილმი რო გადაიღეს რა, ჭამა და სექსი. ხო, აი ზუსტად ეგ არის. ჩვენი ქვეყანა. არის სხვა ქვეყანაში ხდება, ჩვენი ქვეყანა ზუსტად ეგ არის. ამის იქით ვერაფერს და ნუ მე არ ვლაპარაკობ ხელოვან ადამიანებზე, მდიდარი სულის მქონე ადამიანებზე, რომლებიც სხვანაირად აზროვნებენ და სხვანაირად ფიქრობენ და ესეთი ადამიანები, ანუ პრიმიტიულად მოაზროვნე ადამიანებს ვერც მოსთხოვ პასუხს იმაზე, რომ იცი რა უნდა გაიგო ეს ესეა. ნუ ახლა ღრმად მოაზროვნე ადამიანები ჩაწუდებიან ყველაფერს. ხო, ნუ რა ვიცი, ახლა ზოგს ისიც არ ესმის რა არის მარტოხელა დედა. ბევრს გონია რომ მარტოხელა დედა არის, რომ ან ქმარი ვთქვათ მოუკვდა, ან ქმარი გაიქცა, ანუ ქმარი რას ნიშნავს? ქმარი არის ის ადამიანი, რომელმაც ანუ ქორწინებაში იყვნენ, ანუ სამოქალაქო ქორწინებაში, ან ოფიციალურ ქორწინებაში და ეყოლათ შვილები, ჩვეულებრივად იმ შვილებს მამის გვარი აქვს და ასე შემდეგ. არ არის ესე. ბევრმა ესეც არ იცის. მარტოხელა დედა, ანუ სტატუსი ესეთი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ესეა. მარტოხელა დედა თვითონება ის ქალი, რომელსაც ყავს შვილი და მამამ, ანუ არ ინება, არ ისურვა და გაიქცა და პასუხისმგებლობაც არ არის და თავიდან არც გვარის ღირსად არ ჩათვალა თავისი შვილი და გაიქცა რა მოკლედ და თავისი ცხოვრება მოიწყო რა. აი ეს არის მარტოხელა დედა. თქვა როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გრძნობდეს ქალი ამ შემთხვევაში თავს? ძალიან ამაყად? ძალიან ბედნიერად. ხო, ანუ ხო დამცირებულად გრძნობს თავს და ანუ ხალხის მასხრად ასაგდები გახდა, ხო? ესეთი ქალი. როგორ შეიძლება ესეთმა ქალმა თავი მაღლა აწიოს და თქვას რომ აი მე მაგარი ვარ და რაღაც ვერა, ხო? ანუ და ეს ამ იმიდან გამომდინარე საზღვარგარეთ, ანუ ცივილიზებულ ქვეყნებზე მაქვს საუბარი, მარტოხელა დედას რახარ ესეთი პრობლემური მდგომარეობა აქვს, რომ თავი, ანუ თავმოყვარეობის ის რომ ცოტათი რაღაცა კომპენსირება მოახდინოს სახელმწიფო ხარში უდგას და ეხმარება იმ დახმარებებით ჩემი ლექტორი იძახდა იურიდიულზე რომ სწავლობდი, რომ ძალიან წუხარო, რომ ანუ საქართველოში რომ ცხოვრობო, შენ რო გეცხოვრაო ავსტრიაში და ვთქვათ შვეიცარიაში და იმებში, იქ რას ლაპარაკობო, მე მგონია ჩვეულებრივ, ანუ ხალხზე უკეთესად, ანუ იმიტომ კი არა უკეთესად და სპეციალურად ვიღაცა ესე იქცევა, რომ მარტოხელა დაშს არა. ის რომ
ყველგან არის ჭორიკანა ქალები, ყველგან არის ესეთი მომხილიკე ადამიანები, რომლებიც აი იცი რა ესე და წარმოიდგინეთ საზოგადოებაში რომ ვერ გზნობ თავს ისე როგორც სხვა ადამიანი, ხო? შეიძლება ვიღაცა გათხოვილი უარესიც იყოს და საყვარლები ყავდეს და აქეთ-იქით დარბოდეს, მაგრამ იმას ის მაინც აქვს სათქმელი, აი ხმა არ იმყავს და ესე და ოჯახი მაქვს და ანუ შირმა აქვს შექმნილი და მაგრამ მე სხვა რაღაცაზე ვაპარაკობ ის რომ ესეთი ქალები თავს, ანუ ნორმალურ ქალებზე მაქვს საუბარი, თავს გრძნობენ როგორც განდეგილი, როგორც აი რაღაცა საზოგადოებიდან, როგორც თეთრი ყვავი თუ როგორ იტყვიან, აი ბელაე ვარონა რა, ანუ განსხვავებულად და რომ ანუ ეს ან თავი ესე არ იგრძნობს ქალმა და მისმა შვილმა, ანუ სახელმწიფო გვერდში უდგას. ხო, ну ჩვენთან არ არის სამწუხაროდ, ჩვენთან აქეთ წიხლს დაგაჭერენ, ტყვიას დაგახლიან შუბლში, არ უნდა არსებობდეს შენ რატომ უნდა არსებობდეს, გეგონება შენ გინდოდა ესე ცხოვრება, გეგონება შენ ესე მოისურვე, რომ დარჩენილიყავი უქმროდ, დარჩენილიყავი მხარში, ასე ვთქვათ, მდგომი ადამიანის გარეშე. რას ამბობ, ამაზე ყველა ქალი ოცნებობს, როგორ რას ამბობ, რომ მარტო იყოს და კაცი გვერდში არ ედგეს. ხო, რას ამბობ, აი გულს შეიხედეთ, ყველა ოცნებობთ მაგაზე, თუ იმაზე ოცნებობთ, რომ გვერდში გამართული წელში გამართული ადამიანი გედგათ ფინანსურადაც ისეც ასეც, რომ დაგიმშვენოთ გვერდი და დაგიმშვენოთ რაც გაგებით. დაგეხმაროთ, ანუ გვერდში გედგათ და თავის ცოლს და შვილს მიხედოს სათანადოდ და არ აგრძნობინოს ის დამცირება და ასე შემდეგ, ხო? ნუ არიან ნაირ-ნაირი ადამიანები არიან, კაცებშიც და ქალებშიც არიან ესეთები. ახლა რა ვილაპარაკოთ, კარგი დაუშვათ ქალია, ცუდი. ქალი რაღაცა, ნუ ესეთია რა, მონსტრი. ბავშვებმა რა დააშენეს, ხო? დაუშვათ, აი ესეთი ის შემხედოთ. ნუ არ ვუარყოთ, რომ კაცების უმრავლესობა არის ესეთი უპასუხისმგებლო, არის ფულზე ძალიან ბევრი კაცია, სხვათა შორის როგორც ქალი, ფულზე მონადირე. მაგალითად, ესეთი რაღაცა ძალიან ხშირად გამიგია, რომ ისეთი ქალი უნდა შეირთო ცოლად, რომელიც გამოგადგება. რას ნიშნავს გამოგადგება? ბევრი გაიგებს ისე, რომ გამოგადგეს როგორც ანუ ერთგული პატიოსანი წესი. არა, მეგობრებო, ხშირ შემთხვევაში ეს იგულისხმება იმაში, რომ ანუ მყარი ოჯახის შვილია ეს ქალი და გვერდში ეყოლება კონდესავით, ასე ვთქვათ, ქალის ოჯახის წარმომადგენლები და ფინანსურად ყოველთვის გამართული ხდება. ესეთ კაცები ძალიან კარგად იდგებენ ესეთ ცხოვრებას, მოყავთ ფულიანი ქალები, ბევრ რაღაცაზე თვალსაც უჭავენ, მერე გულაობენ, დადიან აქეთ-იქით, ისე აკეთებენ ამას, ვერც გებულობს მეუღლეები, ხშირ შემთხვევაში ესეთი მეუღლეები გრძნობენ და მერე აგრესიულები ხდებიან და მერე ამ აგრესიას ხანს ატოვებენ, ხანს ამიტომ არ ვიცი, ახლა მე კაი მრჩეველი ვერ ვიქნები მაგ საკითხში, იმიტომ რომ მე თვითონ არ ამეწყო ცხოვრება და ვერავის ვერ ვურჩევ, როგორ უნდა მოიქცეს და რანაირად მოიქცეს, მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ ხელოვნური ყველაფერი ყალბია. ხო და როგორ ვისწავლოთ გარჩევა იმ ხელოვნურის. ძალიან ძნელია ქალისთვის, იმიტომ რომ ქალს როცა აქვს რაღაცა ოცნება და მოდის ამ დროს ადამიანი, რომელიც აი ესე ქალი არისო, როგორ იტყვიან, ყურებიო, ანუ ისმენს და იმას იჯერებს, კაცი თვალებიო რა, ანუ კაცი რასაც უყურებს, ის მოსწონს, ხო? ნუ ესეთი ის არის, რაღაცა ადრე სადაცაც გავიგე. ანუ ქალს კაი მოასმენინე და მეტი არც არაფერი არ უნდა დასჯერათ, მართლა თან მით უმეტეს როცა ელოდება სჯერათ. და როგორი ის ჰქონდა ახლა ჩემ თაობას მით უმეტეს რაპრებზე გაძრილი ბავშვები, მეოცნებები, დავფარფატერდით სადაცაც. ძალიან ხშირად ქალებს უყვარდებათ არა ის კაცი, არამედ თავისი ოცნება და არარეალური ადამიანი და მერე უკვე რეალობას რო შეეჩეხებიან, მერე უკვე ხვდებიან, რომ ეს ის არ არის. ხო. მე მაგალითად იმდენად გამომთალა, რომ იტყვიან ცხოვრებამ და საკეფ მანქანაშიც გამატარა და რა ვიცი რა როგორ არ იმასკარო.
მე ძალიან პრაქტიკული გავხდი და ვუყურებ პრაქტიკულად ცხოვრებას. ჩემთვის უკვე ემოციებს იმდენი როლი აღარ აქვს ცხოვრებაში, რამდენადაც საქმეზე დამტკიცებულ ყველაფერს. ანუ ადამიანი მეუბნება, მიყვარხარ, მომწონხარ, შენ და შენი შვილი, მე ამას ხედავ საქმეზე. სხვა დანარჩენი არ ვიცი, ამირანი გულში ვღეროდაო, მე ესეთების არ მჯერა. პატარა გოგო არა ვარ და აქედან გამომდინარე ცხოვრება მაჩვენა და მასწავლა ის, რომ ცარიელი სიტყვების აღარ მჯერა მეგობრებო, მე მჯერა იმისი, რაც რო იტყვია რუსებს აქვს კაი გამოთქმა, любовь на хлеб не намажешь. Не намажешь. სიტყვები, მაგრამ მიყვარხარ, რაც უნდა იძახო, ფასი არ აქვს, წონა არ აქვს, თუ ის მე საქმეზე არ დავინახე. ასეა. ხო, საქმეზე კიდე ხა მე მაგალითად ჩემ შვილს როგორ ვუმტკიცებ ჩემ სიყვარულს, ხო? ეხლა მაგაზე ლაპარაკი ზედმეტია, დედას შვილი უყვარს, ხო? მithumetes იმ დედას კი არა, რომელმაც მიატოვა, თუმცა იმასაც შეიძლება ახსენდებოდეს, მაგრამ მე ამაზე არ მაქვს საუბარი. მე ნორმალური დედაზე, რომელიც თვითონ ზრდის, პირველი დრიდან მოყოლებული ზრდის თავის შვილს, ხო? აი როგორ ამტკიცებს დედა შვილისადმი სიყვარულს? თავისი ზრუნვით. ის რომ ცდილობს, რომ რაღაცა გაუკეთოს. ეხლა წარმოგიდგენთ, ვიღაცა იტყვის, მაშინ რატო არ უკეთებ ამდენს და იმდენს? მაპატიეთ, ვერ ვიხლიჩები 10-ად, 20-ად. მე რომ მქონდეს ეხლა 1500 ლარი ხელფასი, ვიღაცა მაიმე კიდე რაღაცა სისულელე და აბსურდი თქვა. YouTube-ის ხელფასი. რამდენია? თქვენი აზრით YouTube-ის ხელფასი. აი მე მაპატიეთ და ამ ბოლო ხანში ცოტა ბილდ სიტყვაობას დავჭი. იმაზე მეტი არ მოგცეთ ღმერთმა რამდენიც იუთუბერებს, ანუ აი ესეთ იუთუბერებს, როგორც ჩვენ ვართ რა, მე არ ვიძახი რომ ყოველ დღეში ორჯერ და სამჯერ ვინც დებს, იმათ კიდე რაღაცა გამოსდით. ეხლა მე რომ მუშაობ სამსახურში რო ვარ, მე უკაცრავად ვერ ვდებ ასე ხშირად ვიდეოს და ის კი არა ხანდახან ისეთი გადაქამცული ვარ, რომ ენერგია არ მაქვს რომ მოვიდე თქვენამდე და დავждეთ უნდაც და ისე ვისაუბრო. ხო, და ორად ვიხილჩები, მარტოხელა დედა ორ სამსახურზე ვარ ფაქტიურად. ეხლა ამ ბოლო ხანში ცოტა YouTube-ზე მოუკელი, იმიტომ რომ არ გამოდის. ვიღლები, მოვდივარ, რაღაცა საქმე მხდება სახში. ეხლა ვიღაცა იტყვის, ჩართე კამერა და ის საქმეც გადაიღები. ესე არ არის რა, ეხლა მე ჩავდო კამერა, მაშინ სოსოს ყოველთვის კი არ უნდა გამოჩენა კამერაზე. ისეთი რა კურსით მე დავაყენებ კამერას, ეხლა მარტო მე გამოჩნდა და ეხლა ერთი თან ისეთი პატარა ბინა გვაქვს ჩვენ 34 კვადრატულია ცნობისთვის. 34 კვადრატულში ვერ გაქანდები, გამოქანდები ისე რომ კამერა არ შემოატრიალო და არ მიატრიალო, ისეთი განლაგებაც არის. და მოკლედ არის რაღაცა მიზეზები. ეხლა ჭკვიანი ადამიანი ყველაფერს ამას გაიგებს და ტვინოებზე არ მაქვს საუბარი. ხო და მოკლედ განკითხვა კარგად იციან ის რომ აი ესე უნდა ქნა, ისე უნდა ქნა. 1500 ლარი რომ მქონდეს კიდე რაღაცას მოახერხებდი. არა მაქვს ეს 1500 ლარი ხელფასი. თავის YouTube-იანად არ გამოდის. არ გამოდის. ხო და რო იყოს ესეთი სამსახური, მე იმდენად უკვე გამოცდილება მაქვს რომ 10 ლარს რო იმყოფინებ დღეში, 10 ლარს. აი ნებისმიერ თქვენთაგანი დასვით სახლში. კაი, თქვათ ბინის ქირა გაქვთ 260 ლარი გადასახდელი. პირობითად წარმოვიდგინოთ, რომ მე ეს კრედიტი მაგადასახდელი. თქვენ წარმოვიდგინეთ, რომ ხო ძვირია ახლა ბინები 260 ლარი თქვათ. 260 ლარი ბინის ქირა გაქვთ გადასახდელი. გაზი არ გაქვთ სახლში, დაიმახსოვრეთ. გაზი არ გაქვთ სახლში. ზამთარში ელექტრულ დამატებელს ვთავთ და 150 და 175 მოდის. რატო? იმიტომ რომ ბავშვი არ გაიყინოს, უნდა ჩართო. დიდი ბოდიში, მე კაი მოვიდმეთ, ჩავიწმევთ თბილად, ადიელებს, საბნებს მოვიყვევ. ბავშვს ვერ იმას იცამ. ხო. ეს ზამთრის ის არის. ზაფხულის კაი, მოდის ცოტა ნაკლები. ყველა გინდა იქ გადასახადები ელექტროენერგიის, ინტერნეტი გინდა, რაღაცა გინდა, ხო, ცხოვრება. მოკლედ, 10 ლარს იმყოფინებთ. 10 ლარი რამდენი გამოდის თვეში? 10 თვეში 100 ლარი, ხო? თვეში 300 ლარი. 300 ლარად თქვენ გადაიხდით კრედიტს, დენის ფულს, ინტერნეტის ფულს, მობილურზე ანგარიში გინდა შეავსო, თვეში ერთხელ 5 ლარი.
და ესეთი წვრილმანი რაღაცეები, რაზეც ხალხი არ ფიქრობს, ან არ ლაპარაკობს, მოკლედ. შევეშად ამას, გზის ფული არ გინდათ. არ დადიხართ არსად. მოკლედ, ძალიან მარტივად უყვარს ხალხს. ეს იცით, რომელი ხალხი ლაპარაკობს? ძირითადად მუქთახორები, რომლებიც სხვის კმაყოფაზე ცხოვრობენ. არიან ბიზნესნიკები, 24 საათი ზიან სახლში და ჩართული აქვთ ეს YouTube და უყურებენ. აი ესეთ ხალხი წერს ესეთ შხამიან კომენტარებს. ნუ, რას მოსთხოვ ესეთ ადამიანს, ვერაფერს ვერ მოთხოვ. მოკლედ. იმის თქმა მინდა, რომ მე თქვენ არ იდარდოთ, მე ისეთებს მივმართავ რა, ცოტა რო ვერ არიან თავის ჭკუაზე. თქვენ არ იდარდოთ. მე და სუსო კარგად ვიქნებით. დაჟე იმდენად კარგად ვიქნებით ერთ დღეს ეს ვიდეო ჩაინიშნეთ, მონიშნეთ, დაიმახსოვრეთ. იმდენად კარგად ვიქნებით, რომ აქეთ გათამაშებებსაც გავაკეთებთ. აქეთ საჩუქრებს გავუკეთებთ, გამომწერებსაც, მაყურებლებსაც და იმდენად კარგად ვიქნებით, რომ შეიძლება ბევრს გაუსკდეს ერთი ადგილი. შურისგანაც ესეთებიც იქნებიან ალბათ. ღმერთმა ქნას რომ ნაკლები იყოს, მე არ მინდა ჩემ აღწერო ესეთი ადამიანები ვირთხებივით დაძვრებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ მაინც არიან. რა ვიცი ხა როგორც ადამიანი, ხო? ხა გინდა და ცდილობ რომ მაინც არ შეეხო ცუდად ისიც ადამიანიო, მაგრამ ესეთ ადამიანებს მე უკვე ადამიანებად არ მივიჩნევ. არსება, რომელიც ჩემ შვილს შეეხება ცუდად. თქვენ რა გონიათ? თქვენ მე რომ ეხებით და მე რომ გამომაჭენებთ და მლანძღავთ, ამითი ჩემ შვილს არ ვნებთ? არ ვნებთ? მე ვარ ჩემი შვილის პატრონი, ხო? ერთადერთი პატრონი. თქვენ რომ მე გამლანძღავთ და გამომიხვანთ და ისეც, ასეც, თქვენ ამითი ჩემ შვილსაც ცუც უკეთებთ, ხო? ესე იგი, რა გამოდის? ბულინგი არ შეიძლება, ის არ შეიძლება. მე ქალი არა ვარ. სხვა ქალები ქალები არიან, მე ქალი არ ვარ. მე შვილი რომ ყავს, ჩემი შვილი არ არის. ხვდებით რას აკეთებთ? და მერე თქვენ რომ რაღაცა თავზარი დაგეცემათ და ღმერთი განსაცდელს მოგივლენთ, და რატომ მომივლინო ღმერთმა? მე ხო ესეთი კარგი და პატიოსანი ადამიანი ვარ. იცით რატომ? აი იქ YouTube-ზე რო ზის საწოდავი, საწოდავი ჩემთან მადლენა ჭელიძე რო ზის და ათაში ერთხელ როცა მართლა ძალიან უკიდურესად აქვს სიტუაცია და რაღაცას თქვათ დახმარებას თხოვს მეგობრებს და არა ტრებს, მეგობრებს არა 100 ლარობით და 200 ლარობით და ესეთ იმას გაბერავს ვიღაცა და ესე გამოიყვანს. არა იმიტომ რომ იქ ფეხზე გადადოს და არაფერი არ აკეთოს, იმიტომ რომ ელემენტარული შეიძინოს პური, კარტოფილი, ხახვი, წვნიანი გააკეთოს თუ რაღაცა საჭმელი გააკეთოს, რომ გაიტანოს ხელფასამდე თავი და ეს ვიღაცას თვალში ერჭობა. ამის მერე აი არ გაგიკვირდეთ რომ ღმერთმა მოგივლინოთ განსაცდელი. საკუთარ საფლავს თვითონ ითხრით და მე აქ არაფერ შუაში არა ვარ. არც ვეძმა ვარ, არც ბაბაიაგა, როგორც ზოგიერთები მომიხსენიებთ. გეშინოდეთ საკუთარი თავის, საკუთარი ქმედებებით, თქვენვე ისახიჩრებთ ცხოვრებას. მით უმეტეს თან, მერე თუ ოჯახები ყავთ, შვილები თუ ყავთ, ახლობლები ყავთ, ვიღაცა ხო ყავთ, ვინც გიყვართ. თქვენ თუ თქვენი თავი არ გიყვართ, იმ ადამიანზე, ვინც თქვენთვის ძვირფასია, არ ფიქრობთ, რომ ადრე თუ გვიან ღმერთი იმაზე დაგანახებთ, იმ სიმწარეს, რომ არ შეიძლება სხვაზე ესე ლაპარაკი. არავინ არ იცის ვის როგორ უჭირს. ყველაფერი ესე ლამაზად არ არის, როგორც კადრზე ჩანს ხოლმე. იმის მიღმა ცხოვრება, რეალური, მწარე ცხოვრება. ოფლი, წელის ტკივილი, დაღლა, ვიღაცა ყველა ვიღლებით. კი, მე ვინმე რამეს ამბობს ამაზე, რომ არ იღლებით, ხო? მე ვინმეზე ვლაპარაკობ, რომ იცი რა, შეძე მეტად ვიღლები? ვლაპარაკობ ამას? მე უბრალოდ ჩემ ცხოვრებაზე ვსაუბრობ. თუ გინდა ჩაწერე ვიდეოს შენ ცხოვრებაზე ისაუბრე, მაგრამ მე მაპატიეთ და ერთი ადგილი არ გიყოფათ იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება გამოიყვანოთ საჯაროზე. მე დასამალი არაფერი არ მაქვს.
ზოგს ალბათ ურჩევნია რომ იბოზოს საყვარელი ყავდეს და ისე აჭამოს თავის შვილს უსინდისო და ბილწი ფულით მკვაფური და არ იშრომოს არიან ესეთები იცით რამდენი მე მიმაჩნია რომ ისიც მეძავეობაა რასაც აკეთებს ადამიანი იმას რომ მარტოხელა დედაზე აუგად რომ ილაპარაკებს ისიც მეძავეობაა სხვა გაგებით ოღონდ რა ისე მეძავეობაა რა ენას კვილი დააჭირე შენ ცხოვრებას მიხედე თორე ხვალზე ღმერთი მოგიბრუნებს სიტუაციას და ისეც დაგანახებს თუ აი დედას გაძახებს არ შეიძლება ეს მე არავის არ ვეხები თუ რაღაცაზე დაწყენი მყოფილვარ რაღაცა მილაპარაკია და ვინმე საკუთარ თავზე მიიღო ეს მისი პრობლემაა მე ზოგადად საუბრობ და მე არავის ცხოვრებაში წვერი არ მინდა არ ჩავყოფ არც მაინტერესებს და შეიძლება ვიყო რუსულად ესეთ ნაბლიუდაწელით რა ანუ უყურებ მაგრამ არ ვერები მომწონს არ მომწონს მივდივარ რაც არ მომწონს მაზოხისტი კი არა ვარ საერთოდ არ ვიცი მოკლედ რა ჩვენი ქვეყანა სავსე ყოფილა მე მაპატიეთ და ხის თავიანებით აი მართლა გაუხმოთ თავი ესეთებს რა გაუხმეთ თავი რა რომ თავში ტვინის გრამი ტვინი არ უდევთ სათავისოდ კი უდევთ ეთქობა რა ვიცი მე როგორ ესმით ისიც არ ვიცი რა რადონის ხალხი აი TikTok-ზე იმიტომ არ მინდა შესვლა TikTok-ზე არის არ ვიცი მე მართლა ეს ვართ ქართველები ნუ თუ მართლა ესენი ვართ და ხალხი ვინც ანუ უცხოეთიდან იქნება თუ რაც ანუ ეგეც ძალიან ნაკლებად მაინტერესებს ვინ რას იფიქრებს მაგრამ რატო უნდა აი მე მაგალითად წავედი საზღვარგარეთ და ესე იგი სიცხვილე ვერ დავწერო საქართველოსთან რა იმიტომ რომ იქ ვიღაცა სახელი აქვს გაბჭებული თურქეთში ქალები ბულაობდნენ და ერთი ადგილით შეულობდნენ ფულს იტალიაში იყო და იქაც ესეთი ამბებია ვიცით ერთმა ბლოგერმა მოგვიყვა რომ არის ეს მართლა ეს ხდებაო ხო ანუ წარმოიდგინეთ როგორი დონეზეა გვაქვს გაფანძებული სახელი და მე როგორ თქვა სიამაყით სადმე ჩავალთ უცხოეთში სადმე რომ ქართველი ვარო საქართველოსდან ვარო არ ვიცი აი მე ვფიქრობ რომ წერმა მიაღწია მიზანს გაბანძებული ჩვენთან არც 21 საუკუნემ შემოაღწია არც ცივილიზაციამ არ შემოაღწია ეს მოდურ ფიშკებად მიაჩნიათ უბრალოდ ეს სიტყვის მასალად ეს შიგნით ტვინში არ აქვს გააზრებული საერთოდ რა არის ცივილიზებული სამყარო მოკლედ ქვის ხანაში ცხოვრობს ძალიან ბევრი და ეს გონიათ კარგი ყველაფერი სათავისოდ მოიყოს ადამიანმა ესე არ არის იმ ცივილიზაციასაც თუ რამე კარგია უნდა აიღო რაც არ არის კარგი მე მაგალითად ძალიან არ მომწონს დაჟე არ მინდა ამაზე ლაპარაკი იმიტომ რომ ვიღაცა მე გამომეკიდება ეს ჩემი აზრია მე არ მომწონს ეს როგორ ვთქვათ ორიენტაციაზე მაქვს საუბარი რა არ მომწონს მაგრამ არც ლანძღავმად ხო ნუ ეს ჩემი პირადი აზრია არ მომწონს იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ქალი უნდა იყოს გასწავს უნდა იყოს მაგრამ ის სხვა საკითხია რომ ეხლა მე დავდგე და გავლანძღო ვიღაცა ბევრი ადამიანს პიროვნულად ძალიან დიდ პატივს ვცემ ძალიან კარგი აი რო იტყვენ ჯიგარი ადამიანები არიან განათლებული შეგნებული თორმეტად განათლებულები მოკლედ ხო ერთი ზაგის უკიდან განათლებული ხო და ასე რომ დაეტიეთ თქვენ ერთ ადგილებზე მე ისეთებს მიმართავ ვინც სხვის ცხოვრებით ასე ვთქვათ მაშვებიან საკუთარ თავს იპიარებენ თუ რა ვიცი ნუ ღმერთმა ისე გამყოფოთ როგორც იმსახურებდეთ არც მეტი არც ნაკლები მე კიდევ ისე გადმოგხედოს მე და სოსოს ღმერთმა როგორც ჩვენ გვერდოხმარდეს მოკლედ ეგ გარდამავალი პერიოდია ეხლა მარტოხელა დედასთვის ძნელია როცა გორში არავინ არ გიტყავს ეხლა როცა კვარი ყავს როცა ნათესავი ყავს როცა ვიღაცა ყავს ისეთი რომ ეხლა მე ესეთი გაჭირებული ვარ გაჭირებული ნათესავები ყავს უფულო და უკაპიკო ხო და
ვერ მეხმარებიან, ვერ ჩვილი მეხმარება, აქეთ მთხოვს დახმარებას. აქეთ თხოვს დახმარებას. რადგან უნდა გასაოცარი იყოს, აქეთ თხოვს დახმარებას. და ჩემი შვილი ცხოვრებაში არ უთხოვია ჩემთვის. საიდან ქრისნიავი, ესეც არ ვიცი. ნუ მოკლედ გაჭირვებულს რომ კიდე აქეთ თხოვ რამეს, მე არ ვიცი. რაღაცა ეტყობა გონია ხალხს, რაღაცა ფანტაზიებში დაფრინავს და ფიქრობს რომ იქ მალავს. რატომ თვითონ არიან ესეთები და გონიათ რომ მეც ესეთი ვარ. არ ვიცი. ესეთი შთაბეჭდილება მრჩება. მოკლედ. ყველამ თქვენ ცხოვრებას მიხედეთ. არ გინდათ არავინ არ გაწელებთ. და ნუც ამაზე მოითხოვთ ხელს ამ თემაზე, იმიტომ რომ თქვენ არ იცით იმის მიღმა ვის რა აქვს. იმაზეც არაფერს ვიტყვი, რომ ვიღაცას უნდა ფუფუნება თუ როგორ ვიღაცას თამაშა ანუ საჭმლის გაკეთებას არ უნდათო და მოძახებით რაღაცა და თვითონ ცხოვრობენ ესე. რა ვიცი, საიდან მოიტანა ესეთი რა, მოკლედ ძალიან გაბოროტებული და დაბოღმილი ადამიანები არსებობს. და ეს სიბოროტე ისე თქვენ მოგიბრუნდება. ხო, რა ვიცი, კიდე ერთი საიდუმლო მინდა გაგანდოთ, როცა ადამიანი კარგად მოიყურება თავისი ასაკის მიუხედავად, ეს იმაზე მეტყველებს, რომ იმ ადამიანის გულში და სულში ბოღმა არ ზის. და იმ ადამიანის გულში და სულში არ არის ასე ვთქვათ, ავადმყოფური, ანთებული ტვინი, რომ აი ის რატო ესეთი რაღაცეები. პოზიტიური ადამიანი ყოველთვის კარგად გამოიყურება. ესეა. ანუ, როცა შინაგანად არ იხრწნები, გარედანაც ჩანს. მე თუ ვთქვათ, შემაკობთ, რომ ცუდად გამოიყურები, მიხვდებით, რომ ესე იგი რაღაცა პრობლემა მაქვს. ხო. აი ასე. ნუ, ეხლა ბევრს გონია ალბათ, რომ მე ძალიან ისე ვარ კარგად, კბილები ვერ გამიკეთებია. ზემოთ მაქვს პროტეზი. ხმევათ? 3 კბილი მაქვს დარჩენილი. გერდებში საერთოდ არ აქვს. საჭმლის ღეჭვაც კი მიჭირს და კუჭიც, იმიტომ მაწუხებდა. ეხლა რომ ვერ დაღეჭავს სათანადოდ უკმას, შეგაწუხებს. მე რომ საკუთარი თავისთვის ვერ გამიკეთებია ეს. რას ამბობ? მაგენა, მადი თავის თავზე ფიქრობს და ფუფუნებაზე ფიქრობს. კი ფუფუნებაა ჩემთვის კბილები, რომელიც ჯანმრთელობისთვის პირველი. მithქვია თქვენთვის, როდის მე შემიწუხები ხართ, რომ აი მე კბილების ფული მომიგროვეთ, მithქვამს, არ მithქვამს. მე ის ვთქვი, რომ სამსახურიდან წამოვიდი, დანცის სამსახურიდან, გადავედი ნორმალურ, ასე თუ ისე ნორმალურ სამსახურში და ის შუალედი, ანუ ის ხელფასამდე დრო ხო არის, რომ უნდა იარსებო, იცოცხლო. ხო, ვიღაცისთვის ესეც არ მოუდგენელია, როგორ ერთი თვე როგორ უნდა იცხოვრო. თბილისში ნამდვილი თბილისელები აი ესეთი საწყლები და გაჭირვებულები ვართ. თქვენ ხომ არ იცით ის ცნობილი ხალხი, ინტელიგენცია, როგორ გაჭირვებაში ცხოვრობდა. არ ლაპარაკობდნენ და არ ამბობდნენ, იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ, რომ აი ესეთი რეაქცია მოყვებოდა და დასაცინად გახდნენ ამ ყველაფერს, რომ აი როგორ უჭირს. აი ესეთი მენტალური აზროვნების ადამიანები რო არიან, იმიტომაც ხალხმა დაიწყო ამის გამალვა და დაფა. და არ ვიცი, სინამდვილეში, ტელევიზიაში რო გამოდიან ელეწამყვანები, თქვენ რა გონიათ, ყველა ფუფუნებაში ცხოვრობს და ყველა მდიდარია და რა ვიცი, თავზე საყრელა და ყველაფერი. ხანდახან პურის ფულიც არ აქვს, თქვენ წარმოიდგინეთ. მე თქვენ ამას ვერ დაიჭერებთ, სანამ რა ვიცი, როგორ უნდა დაგაჭიროთ. იმიტომ რომ ლამაზი სურათი თქვენთვის ყველაფერია. ეს მე ვიძახი პრიმიტიული აზროვნების ადამიანებს, რომ ესე გონია. ხშირ შემთხვევაში თავისი გაფურჭებულობიდან გამომდინარე აზროვნებენ ესე. მოკლედ, ბევრი ვილაპარაკები ცოტა ვილაპარაკე. ამ თემას მე ვერ ამოვწურავ. ხალხს ვერაფერი ვერ გადააკეთებს ესეთ ხალხს. ესენი როგორებიც დაიბადნენ, როგორ გარემოშიც გაიზარდნენ, ის მენტალური აზროვნება შერჩება სიცოცხლის ბოლომდე და ვერ გააგებინებს. აი კელელი უფრო მალე გაიგებს, ვიდრე ესეთი ადამიანი, რომ იმას ესე მიაჩნია, ეს მისთვის სიმართლეა და ეს მისთვის ჭეშმარიტებაა. და სხვა სიმართლე მათთვის მიუღებელია. ის რომ არსებობს სამყაროში, ის კი არა, ძალიან ბევრი აი
საკუთარ თავსვე ეწინააღმდეგება. ზოგი რელიგიაზე საუბრობს, რომ ესე ღმერთი და ისე და ამ დროს კიდე ისეთ რაღაცა სიტყვის, რომ გაგიკვირდება როგორ თუ შენ მორწმუნე ადამიანი ხარ, თუ შენ ღმერთის წამს და ღმერთის მოშიში ხარ, მაშინ ენა როგორ გიბრუნდება და ესეთ რაღაცაზე როგორ საუბრობ. არ ვიცი, აი მე კიდე თავს იმახებენ, ხილება, რა ხილება, ის ხილება. ცოდვა, შენ გაჭირებულ ადამიანს კიდე ციხე გააჭერდა, კიდე ცუცი ლაპარაკებ იმაზე. ვინ ხარ ამის მერე? კეთილშობილი ადამიანი? და შენ მერე ღმერთს უნდა ელოდო, რომ კარგ რაღაცას მოგცენ ცხოვრებაში. შეიძლება იმას ვფიქრობ, რომ ცუდ ხალხს უფრო მეტია აქვს, არა გენაცვალე. ცუდი ხალხი უფრო როგორ გითხრათ, აი იხარშებიან თავის ჯოჯოხეთში, მაგრამ ამას არ აჩვენებენ. გაღიმებული სახეებით მოდიან თქვენთან. და გაჩვენებთ თვითონ ბედნიერები არიან. და სინამდვილეში ამ მასკის უკან ტრაგედია იმალება ხშირ შემთხვევაში. მე ალალად გეუბნებით ჩემ ცხოვრებაში როგორ არის და რა არის. მე არ მიყვარს ეს თვალთმაქცობა და ტყუილი. თუ რამე გაინტერესებთ, შეიძლება დამავიწყდეს რაღაცა ვერ გითხრათ. ახლა პატარა ვიდეოში ვერ ჩავატებ მთელ ცხოვრებას, რომ თუ რამე შეკითხვა გექნებათ, დამისვით, გიპასუხებთ. თავხედი თუ იქნება და რაღაცა ისეთი კითხვა დამისვა, წაგშლით. ანუ კულტურულ ფორმებში შეიძლება ხო ადამიანს დაუსვა კითხვა, იცით რა, ისეთი კითხვა დამისვით, რაზეც თქვენც არ მოგერიდებოდათ პასუხის გაცემა, ხო? საკუთარი თავიდან გამომდინარე. ისეთი ადამიანი, რომელიც აი თავში რო ვთქვი მენტალურად ცოტა სხვადასხვა აზროვნებს, იმისთვის ალბათ ის შეკითხვაც შეიძლება მიღებული იყოს. არ ვიცი რა მოკლედ რა. ვერ ხვდებიან რომ შენც ადამიანი ხარ. მე რა რომ YouTube არხი გაქვს. ადამიანი ხარ ჩვეულებრივი, მოკვდავი. შენც გაქვს ხელები, ფეხები, შენც გაქვს, შენც უთქავ, შენც იკვებები, ხარით არ იკვებები. არ ყავს საყვარელი, რომ ვიღაცა პატრონობს. მოკლედ თავის თავიდან გამომდინარე ბევრი ხოჭი შეძლებს. ზოგი იმდენად გამომოწყარია, ქმარი ყავს და საყვარელი ზემოდან. ზოგს ორი საყვარელიც ყავს. ესეთებიც გამიგია. მათები. მადლობა მათ, ვინც კეთილად მისურვა ჯანმრთელობა, ვინც არა და თქვენ მოგიბრუნდებათ ასე რომ ბონუსის სახით მიიღოთ. ხო, მოკლედ ახლა თქვენ არის ფიქრობთ ახლა რომ რაღაცაზე ჩემთვის უკვე გაბრაზება და ნერვიულობა უკვე გორი აი ერთადერთი ვინც მე მატკინა გული და ეს იყო 5 წლის წინ, ეს იყო ჩემი უფროსი შვილი, რომელმაც მე არ გამითვალისწინა, მოდით ასე ვთქვათ, ძაღლათაც არ ჩამაგდო, ძაღლს უფრო მეტ პატივს არაფრად არ ჩამაგდო და ამაზე კიდე ცალკე ვილაპარაკებ, არის ეს მარტო ჩემ შემთხვევაში არ ხდება. ძალიან ბევრი, ძალიან კარგი, ეხლა ჩემზე არ მაქვს საუბარი, ხო, არიან კარგი მშობლები, მაგრამ შვილები მაინც უკმაყოფილოები და ყოველთვის პრეტენზიულები გამოდიან. თუნდაც ერთი ჩემი ყოფილი თანამშრომელი სკოლაში რომ მუშაობდი, იქ თქვა ერთმა რომ ერთხელ ესე მომბრუნო ვიღაცაზე ლაპარაკობდა თუ თავის ოჯახს ვეღარ გავიგე და უთქვავს რომ რა გაგიკეთებია შენ ჩემთვის შვილს უთქვავს მშობლისთვის ანუ მამისთვის რა ანუ შენ რა გამიკეთეო ანუ თუ მშობელი მდიდარი არ არის ესე იგი ის ვინ არის არავინ არ არის რა და აუცო რა ესე და არ ვიცი მოკლედ ეს საკეთება და სხვადასხვის კამილუნგის მას შევხვდი, რაღაცა YouTube-ზე არის ესეთი არხი. სწორედ ვიძახე კამილუნგი, მოკლედ და ძალიან საინტერესო თემას გადავაწყდი, უსმინე, შევისმინე, გავიაზრე და მივხვდი ძაღლის თავის ყოფილა დამახული. ხო და საერთოდ ძალიან დავინტერესდი ამ საკითხით, ამ თემით. იქიდან გამომდინარე რომ მე თვითონ ვარ ისეთი ადამიანი რომ არ ვიტყვი რომ გაიდეალიზება მინდა სამყაროსი მაგრამ მინდა რომ ადამიანების უმრავლესობას ჰქონდეთ ლაღი ცხოვრება დააღწიონ თავი იმ
ჭაობიდან სადაც იმყოფებიან და თვითონაც როგორ ხვდებიან და ამ ჭაობში მყოფი ადამიანები წერენ ზუსტად იმ უკმაყოფილო კომენტარებს და ასე ვთქვათ ვრედ კომენტარებს, იმიტომ რომ თვითონ რო ცუდად არიან, ხო, აი უნდათ რომ სხვაც ცუდად იყონ და მოკლედ ესეც არის პროექცია, ანუ თავისი პროექცია გადააქვს სხვა ადამიანზე და მაქვს მართლა გულწრფელად შვილების სიცოცხლეს გეფიცებით, მართლა მაქვს სურვილი, რომ ყველა ადამიანმა თავი ასე თუ ისე იბრძნოს ნორმალურად და ეს ტვირთი მოეხსნა. და რამდენი ვიდეო მქონდა ადრეც, არ ვიცი, ზოგი ხედავს, ზოგი ვერ ხედავს, რომ მინდა რომ დავანახო ის, რაც მე ვთქვათ, ჩემი გამოცდილებიდან გამოვიარე და იქ დეპრესიიდან ამოვიდა ადამიანი თუ რაღაცა, ბევრს მადლობაც ვთქვამ შემთვის და მერტმა გაახაროს და სულ კარგი და კარგი ცხოვრება მისცეს მათ, რომ მოახერხეს და ჩემი ვიდეო რაღაცაში წაეხმარა. მოკლედ, მადლიერი ადამიანი ძალიან ბევრია, ბევრი მადლობას ვიტყვის. თქვენ გაგახარათ ღმერთმა და ვინც ხისთავიანია და არ ესმის და ვერ ხედავს და ის აქ შემოდის მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაცა იქ ხელში ჩადაჭედე დაიჭიროს, მოკრიფოს, მოაგროვოს და მერე გავხდეს თემაც ალაპარაკოთ. კარგად განდემოდეთ, ღმერთმა მოგხედოთ თქვენ. კარგით, ბევრი რო არ ვილაპარაკო. ხო, აღნიშნე ცოტა ხნის უკან რომ ამ ბოლხრებში მოციტყობა და დამჭერდა. ადრეც მქონია, განა არ მქონია, ეხლა არ იფიქროთ რომ ძალიან ისეთი მადის მეძახით თქვენ. მადლენა ესეთი იდეალური არა, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ჩვეულებრივი. მეც ბრაზდები და ჩემი გაბრაზება ღმერთმა ნურავის ნუ განახოთ. სასტიკი ვხდები, ძალიან სასტიკი. და მარტო გაბრაზება იქით იყოს, მოკლედ, ამაზე არ დავკონკრეტდები. ხო და, ნუ გინებაც ვიცი, რატო არ ვიცი, კი ბატონო, ცუდი სიტყვები რა, ხა არ მესმის, არ ვიცი, არ შემიძლია ვთქვა თუ რა. კი, ცოდვათ ითვლება ბილსიტყვაობა, მაგრამ ხანდახან მეც ბრაზდები და მეც ვამბობ ხოლმე. მე არ მაქვს ისა, რა ვიცი, რომელიც საუკუნეში ვცხოვრობთ. როგორ ვთქვა, მოიცადე, აი დაჟე სიტყვები ყოფნის. მოკლედ, მე მიმაჩნია, აი რო უყურებ ხო ადამიანს, ეხლა ადრე მორიდებული ვიყავი უფრო YouTube-ზე თუ დამაგვირდებოდით, იმიტომ რომ მაინც რაღაცა ესე მოზომილად. ახლა უკვე მივხვდი, რომ აზრი არა აქვს ამ მოზომილად საუბარს. იმიტომ რომ მოზომილად გიწერენ კომენტარებს. ხო და იმათვისაც საუბრობ და ნუ ყველასთვის თქვენთვის. ჩემი მეგობრებს მაინც მოდის მოგიხდით, იმიტომ რომ ზოგადად მე არ მახასიათებს რეალურ ცხოვრებაშიც მე ჩვეულებრივი ვარ, ანუ არ ყოველ სიტყვაში არ ვფიქრობ სიტყვა, ესე არ წარმოიდგინოთ. უბრალოდ როცა ბრაზები მეც მაქვს, მაგრამ საზოგადოდ მაინც ვცდილობ ხოლმე რომ არა, არ თქვა. ნუ მაქვს ეს ჩემი ისინი რა, საზღვრები. თუ ეხლა ძალიან არ გამომიყვანა ვიღაცა წყობიდან. ხო და ისე ზოგადად რაღაცაზე გობრაზები სახში რაღაცა ვთქვათ, რაღაცას ვერ ვაკეთებ, რაღაცა მithქვამს, ნუ პაპია. ხო, კარგით, მოკლედ ისეა. ყველას ღმერთმა თავისი გზით გაუმარჯოს. ჯანმრთელობის მხრივ იქნება თუ ფინანსურად იქნება თუ ასე იქნება თუ ისე იქნება. ყველას თავისი სიმართლით გაუმარჯოს ღმერთმა და ასეც იქნება მე რო არ ვთქვა, მე ვინ ვარ? ღმერთი. კანონები ესეა რა. კარგით. გაგოცეთ ჩემებო გულში და ყველაფერიც ხო, მართლა ვისაც ძალიან გაინტერესებს ჭორიკნებს, ხო? ყველაფერამდეც არ მოგროვილა, ასე რომ ძალიან ისეთ ილუზიებში ნუ გადავარდებით. კი, ჩემთვის ესეც ბევრია ამ ეტაპზე, იმიტომ რომ სურსათი ვიყიდე, რაღაცა ვიყიდე, ზეთია თუ რაც, მოკლედ. შივრები არ ვართ მე და სოსო, კარტოფილიც არის, ხახვიც არის, ბრინჯიც გვაქვს, მოკლედ, რაღაცები გვაქვს. და არც მოუკვდებით შივრებით, რომ ღმერთი ყოველთვის ხელს გამოგვიწვდის მე და სოსოს და ნუ არ ვიცი, ვისაც გინდათ აფეთქდით შურით. ესეც შეიძლება შეგშურდეთ, რომ ჩვენ სუნთქავთ და ვარსებობთ. ბევრი არის ესეთი ალბათ. კარგით. ჩემ მეგობრებს ბოდიში ამდენი რაღაცების რომ მოგასმენინეთ, მაგრამ მოკლედ ეს რო არ მეთქვა, არ შემეძლო. კარგით, აბადროებით. ყველას გაგივარჯოთ თქვენ გზაზე. კარგით, აბა ჩემებო, გავკოცეთ გულში კიდევ ერთხელ. აბადროებით.